მოგესალმები, დადგა სამშაბათი, 3 წუთი გადაგვიცდა და 9:30 ვერ ვამბობ, 9 საკლია 25 წუთი და ძალიან საინტერესო სტუმარი ყავს დღეს მამაშალვა ყავს და მამაშალვა თუ შეიძლება ძალიან დიდი პრობლემები არის იმასთან დაკავშირებით, თუ აი ოჯახთან დაკავშირებით ამახვილებს უგინდესი ყურადღებას თავის ეპისტოლეში, რაღაცა ეპისტოლესთან დაკავშირებით არავინ არ საუბრობს. ესე მოვისმენთ ხოლმე თითქოს და შემდეგ ამ ეპისტოლეებს არ ყვებით ხოლმე, არა და ამ ეპისტოლეში თვითონ წერია ხოლმე პირდაპირ თუ ადამიანმა მთელი წელი როგორ უნდა გაატაროს, თუ რა პრობლემა უნდა მოაგვაროს, რომ იყოს ბედნიერი, ჯანმრთელი და რაღაც სხვაგან არ წავიდეს მერე და არ გადაიხაროს მისი აზრები რაღაც წვალებლობისკენ და ასე შემდეგ და სიბოროტისკენ და ამ ეპისტოლის მამაო ქართველი მოქალაქეები ხო ძალიან სამწუხაროდ მამაო ჩვენ ვერ ვითვალისწინებთ და არ ვითვალისწინებთ. არა და პირდაპირ გვაძლევს ხოლმე რაღაც აი სახარების დამატება მგონია ეს ეპისტოლე ადამიანებისადმი, ვინც წაიკითხავს მამაო რაღაც ამ დანამაც იმხელა რაღაცა შეიძლება რომ გაითვალისწინოს და რაღაცა მე რავი გადაცემებში ეს გადაცემა არც იარსებებდა რომ ესეთი ეპისტოლეები ისინი მე რომ სიტყვაზე არ მაძლევდეს მაგალითად ჩემი უწმინდესი აი ამ ეპისტოლეებით ხო აი ფიზიკურად არც იქნებოდა არაფერზე გამახვილებული პრობლემებზე რაღაცაზე ყურადღება თუ შეიძლება მამო აი ამასთან დაკავშირებით წელს რაზე გამახვილა ყურადღება და რა არის ადამიანის პრობლემა და რას უნდა მიაქციოს მამო ადამიანმა ყურადღება სკოლასა მოგესალმებით ყველას გილოცავთ შობა ახალ წელს ღვთისმადლი წყალობა არ მოკლებოდეს ჩვენერს შობის წინადღესწაული იყო და ღმერთი ჩვენერს შეეწიო შობის მადლი წყალობა ხვალ იცით რომ წინა დაცვეთა ოფლისა ანუ ჩვენ ძველი ახალწელს ვეძახით მევენოთ ამ ადამიანებს საზოგადოებაში ძველი ახალწელს ცნობილი არ არის წინა დაცვეთა ოფლისა ბასილი დიდსენების დღეა და მისი მადლი და წყალობა არ მოაგდა ჩვენერს და ჩვენ ქვეყანას რაც შეეხება წლევანდელი ეპისტოლის მისი უწმინდესობის ეპისტოლის ნებისმიერი ეპისტოლე რომელიც უწმინდესმა დაწერა და რომელსაც უწმინდესი საშობაო თან სააღდგომოდ ერს აცნობს ამ ეპისტოლის ნებისმიერი ეპისტოლე არის ძალიან სიღრმისეული და ძალიან ღრმა და ყველა ეპისტოლე არის ესეთი აი შეიძლება სამაგიდო წინათ გამოიყენო რაც შეეხება წლევანდელი ეპისტოლის ეს ეპისტოლე იყო ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ესეთი საუკეთესო ერთ-ერთი აი ყველაზე კარგი ეპისტოლე და ყველაზე ლამაზი ეპისტოლე რაც არის ძირი და საძირკველი ყველაფრისა, იმიტომ რომ ეს ეპისტოლე ეხებოდა ოჯახს. ოჯახი არის ყველაფრის საძირკველი. ანუ ადამიანების უმეტესობა და ყველანი ვიზდებით ოჯახში. ოჯახს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის ცხოვრებაში. და პატრიარქი შეეხო ოჯახს. ანუ როგორ შეიძლება ადამიანი მოემზადოს ოჯახის შექმნის ამ თემებზე ეპისტოლეში საუბარი, რა არის ოჯახი, ვინა ვარ ჩვენ, რანი ვარ ჩვენ, ამ ყველაფერზე ყო ეპისტოლეში საუბარი. და ეს ეპისტოლე შეიძლება ადამიანმა აიღოს და აი ლექციების სახითაც ზოგჯერ წაუკითხოს კიდევაც აი ლექცია ადამიანებს ესაუბროს ამ ეპისტოლეთი აუხსნას თუ რას ნიშნავს რას მინდა დღევანდელ დღეს რაზე მინდა დღევანდელ დღეს ყურადღება გავამახვილოთ ერთად რომ აი ეპისტოლეში წერია ესეთი რამ რომ აი ძირითადად 4-5 პრობლემა დაყო უწმინდესმა ეს ოჯახური პრობლემები ანუ ადამიანები როგორ ქმნიან ამ ოჯახებს რომ მომზადებლები არიან ამ ოჯახის შექმნისთვის რა განაპირობებს იმას რომ ოჯახები ინგრევა აი რა მიზეზია ამისა და ეს მიზეზები არის ჩამოთვლილი ამ ეპისტოლეში რატო ინგრევა ეს ოჯახები რა ურთიერთობები აქვს რა ურთიერთობა უნდა ქონდეს ცოლს ქმართან ქმარს ცოლთან და ამ ყველაფერზე იყო საუბარი და მე ალბათ აი გული ტკივა რასთან დაკავშირებით რომ ამ ეპისტოლეებს სხვანაირად იყენებენ ადამიანები და ამ უბრალოდ ახლა ამ ეპისტოლეს კიდევ ვიღაც ვერ მოძებნეს ესე კიდევ ვერ აიღეს იმათ რომ რაღაცა საკილიკოდ გამოიყენონ და ეს ეპისტოლე ვერ გამოიყენეს იმან საკილიკოდ მაგრამ გული წდება იმაზე რომ აი იმის მაგალითად ამ ეპისტოლიდან სიბრძნე აიყონ ან თავისთვის გამოიყენონ ადამიანებმა და ოჯახები აი გამოიყენონ იმის რომ აი მიხედონ თავენთ ოჯახებს მიხედონ ერს ქვეყანას ამი და რაღაც აი დაალაგდეს ეს პრობლემები ამის მაგალითად პირიქით სხვანაირად იყენებენ ამ ეპისტოლეებს ოჯახი არის ყველაზე მთავარი საძირკველი ქვეყნისა და სახელმწიფოს განვითარებისა რაც არის ოჯახი ესაა ჩვენი ქვეყანა ესაა სახელმწიფო და ოჯახებისგან შედგება ჩვენი სახელმწიფო იმიტომ რომ ყველანი ვართ ოჯახის შვილები და ეს ყველაფერი მოდის ოჯახიდან და რაც დამოკიდებულებაც ადამიანს ოჯახში ის დამოკიდებულება მე მექვს ადამიანს სამსახურში რა დამოკიდებულებაც ადამიანს სამსახურიდან მოდის ოჯახში ის დამოკიდებულება შეაქვს ოჯახში ანუ ეს ყველაფერი საზოგადოებრივი ურთიერთობები გადაბმულია ერთმანეთზე ოჯახიდან გამოდიხარ ადამიანი და ოჯახში ბრუნდები და ეს ყველაფერი მე მოხდეს ადამიანებს ანუ შვილებზე იმაზე კვირას ქონდა ქადაგება მეც ამ ეპისტოლეზე ვიქადაგებ როში და როს მოუწოდე ერთი რამისგან უთხარი რომ თითქმის დღეს საქართველოში არ ხდება ისე ოჯახის წევრები ერთმანეთს არ ესაუბრებიან ურთიერთობები არ არის ოჯახის წევრებს შორის ერთმანეთს ანუ შვილი მშობელს არ ელაპარაკება მშობელი შვილს არ ესაუბრება არ არის ერთმანეთის გაგება პატრიკ ეპისტოლეში კიდევ ესეთ რამე წერა რომ
ადამიანები ძირითადად არიან ერთმანეთის გამოყენებაზე. ანუ იმაზე კი არ ფიქრობენ, რომ აი თავი შეწირონ ერთმანეთს იცხოვრონ. ამაზე თქმის არავინ არ ფიქრობს. ფიქრობენ იმაზე, რომ მეუღლე აი ბოლომდე როგორ გამოწვევს, ანუ ის რას უკეთებს მას. ძირითადი ურთიერთობები ოჯახები რო ინგრევს და მოდიან ახსარებებს ადამიანები გვაბარებენ ახსარებას. გეუბნები რომ ოჯახს აი ვეკითხებით, რატო ანგრევ ოჯახს? ვანგრევთ იმიტომ ოჯახს, რომ აი ჩემი მეუღლე ესე არ გამომადგა ცხოვრებაში, მე ესე მინდოდა ყოფილიყო, მაგრამ ესე არ იყო. მათ კითხოს უსვამთ ესეთ რომ შენ რა გააკეთე შენ ოჯახში შესანარჩუნებლად შენ იბრძოდი შენი ოჯახისთვის კი ყველაფერი გავაკეთე ვიბრძოდი ამისკენ მაგრამ ჩემი მეუღლე მე გვერდზე არ დამიდგა ყველაფერში და ამიტომაც ვანგრევ ოჯახს მე ამჭირდება ესეთი ოჯახი და ძალიან ბევრი ადამიანი ოჯახს ანგრევს დღეს რაღაცა იცით თქვენ აი ჩვენ სამეგობროში თუნდაც საღოლ რამდენი ოჯახია დაანგრევანდენ და ოჯახი დაანგრია შექმნა ოჯახი და ერთი წელიწადიც კი ერთი წელიც კი ვერ გაუძლეს ერთმანეთს და ერთი წლის მანძილზე მათ ოჯახის დაანგრევაც უკვე მოასწრეს და მოახერხეს და პატრიკი შეეხო იმასვე და პატრიკი ამბობდა იმასვე რატო დაინგრა ეს ოჯახები რატო ინგრევიან პირველ რიგში არის რომ ადამიანები ქმნიან მომზადებლად ოჯახს ანუ ძირითადი ერთმანეთი რო გონიათ რომ ძალიან უყვართ ესეთი სიტყვები წერა რომ ის ვინც ძალიან უყვარდა მოსლემტერი ხდება ომისთვის თითქმის უკვე იმდენად უპირისპირდებიან ერთმანეთს რომ ზედა თვარი ამოდიოდა და ყველაფერი იყო ერთმანეთისთვის და ერთმანეთის ცხოვრება რომ და ერთი სული ქონდა არ მას სულად გაყოლოდა ან სულად მოიყვანა მე ერთმანეთს ძალიან უპირისპირდებიან ეს ადამიანები და რატო ხდება ეს აი რამ განაპირობა მათი ეს დამოკიდებულება რატო დაუპირისპირდნენ ადამიანები ერთმანეთს რომელსაც ეს ერთმანეთი ძალიან უყვარდათ თორე ეს ადამიანები არის მომზადებლები და აი ამ ყველაფერს ხშირ შემთხვევაში განაპირობებს ეკლესია ამ ადამიანების ურთიერთობას და საზოგადოებას და ადამიანების უმეტესობას დღეს არ ესმის ის და იბრძვიან იმას რაც ამ ყველაფერს აერთიანებს რაც ამ ყველაფერს კრავს რაც ამ ადამიანებს ასწავლის იმას თუ როგორ უნდა იყოს ერთობაში აი რა სიმტკიცე უნდა კონდეს ერთად რა სიყვარული უნდა კონდეს ერთმანეთს ამას ებრძვიან იმის მაგალითად რომ აი თუნდაც მოგუსმენონ პატრიარქს ეს ეპისტოლე ხა აიღონ და თვითონ სახში მიიტანოს ადამიანმა მე ხა ეს რამოდენიმეჯერ გადავიკითხე ეს ეპისტოლე და საკუთარი თავი ბევრ რამეში აღმოვაჩინე ჩემი სისწრაფეებიც აღმოვაჩინე ამ ეპისტოლეში რომ მე ოჯახში ისე კარგად არ ვიქცევი როგორც უნდა ვიქცეოდე და ამ ეპისტოლემ ჩემი ცხოვრება ძალიან ბევრ რამეში ამხილა თუნდაც აი სასრულო პირი ვარ მღვდელი ვარ მაგრამ მიუხედავად ამისა ამ ეპისტოლემ ჩემი მდგომარეობა ძალიან ისე ამხილა ჩემი სიტუაცია ჩემი ოჯახის მიმართ ჩემი მეუღლის მიმართ ძალიან ბევრჯერ ნახე მე რომ მე ხშირად უფრო ჩემი მეუღლეს უფრო ვიყენებ ვიდრე მე ვცხოვრობ ჩემი მეუღლისთვის ესე დავაფიქსირე ამაში რომ არა ვარ ესე ბოლომდე თავგანწირული ჩემი მეუღლისთვის ჩემი ოჯახისთვის ძალიან ხშირად ის ჩემი ეგოიზმი ჩემი მე მაკეთებინე იმას რომ რაღაცა ჩემს ირგვლივ მინდა ყველამ და ყველაფერი მაიტრიალოს ძალიან ხშირად ხდება ხოლმე ესე და ეს გვჭირს ადამიანების 90%-ს და ეს ღუპავს კიდევაც მე ოჯახს იმიტომ რომ ქრისტიანობა ეს არ არის ქრისტიანობა სხვა რამეა ქრისტიანობა არის თავგანწირვა ქრისტიანობა არის ის როცა შენ ცხოვრობ Ქრისტეს როცა შენ ცხოვრობ იმისთვის რომ ვიღაცას და ვინმეს და რამეს ყველაფერში შეეწოდე გვერდზე დაუდგე რომ შენ შენი თავი უკან გაწიო რაც ქრისტემ გააკეთა ჩვენთვის თუ ქრისტემ საკუთარი თავი არ დაზოგა არაფერში და მან ჩვენს კაცობრიობის რო ჩვენ გამოვეხსენთ რომ ჩვენ გადავერჩინეთ ამის გამო ქრისტემ თავი გაწირა თუნდაც შობა რასაც ჩვენ აღნიშნავთ აი პროდესი ესეთი რამეა დაუტევნელი დაიტია სამყარო ესეთი რამე არ უნდა მოხდარიყო რომ ღმერთი განკაცდა ღმერთმა ადამიანის ბუნება მიიღო ეს აი როგორ უნდა მოხდარიყო ამაზე წარმოუდგენელია მაგრამ იმდენად უყვარდით ადამიანები ჩვენ ღმერთმა ამ დონემდეც აი ადამიანი ხო დაიმდაბლა თავი იმის გამო რომ ადამიანი განხდარიყო რომ ჩვენთვის ადამიანებისთვის რომ ადამიანები რო გადაერჩინეთ ჩვენ მდგომარეობამდე დავიდა რომ ჩვენ გადავერჩინეთ და მარტო ეს კი არ იყო რომ განკაცდა და ადამიანის ხორცი მიიღო მარტო ეს არ იყო მაგრამ ცხოვრება ჩვენს გამო მან დაითმინა ნერწყვა შეურაცხყოფა ჯვარცმა ყველაფერი დაითმინა იმისთვის რომ ადამიანები გადაერჩინა ოჯახი არის მცირე ეკლესია ანუ პატარა ეკლესია ოჯახი ესე იწოდება ზოგადად ოჯახი არის ეკლესია როგორც არის ეკლესიაში იერარქიულობა ისეთი იერარქიულობა უნდა იყოს ოჯახში თავი მამაკაცი უნდა იყოს თავი ოჯახისა მართველი ოჯახისა სამუცქოლოში ესე არის დაწერილი რომ აი კაცს აბარია ჩორცა ჯვარს წერთ ხოლმე იქ პირდაპირ წერია სიტყვები ესე ლოცვა-კურთხევა ეძლევა ქმარს რომ შენ უნდა იყო თავი ცოლისა და ცოლი მორჩილი უნდა იყოს შენ ცოლს ეს ბრძანება ეწევა მორჩილი უნდა იყოს და უნდა მორჩილებდეს ქმარს ბევრს ეს აი მორჩილება და ეს უბრალოდ სულ სხვანაირად ესმით და გონიათ რომ ამით ქალის რაღაცა მდგომარეობა კნინდება არამით პირიქით ამით ადამიანი ამით ქალის მდგომარეობა უფრო მაღალ დონეზე იწევს მორჩილება ანიშნავს იმას თუ იქ წერია როგორი რა შემთხვევაში უნდა ემორჩილებოდეს ცოლი ქმარს და ქმარი ცოლს და რა ურთიერთობა უნდა ქონდეთ მათ ერთმანეთში როგორი სიყვარული უნდა იყოს იმიტომ რომ ესე წერია რომ ქმარმაო ისე უნდა შეიყვაროსო თავისი ცოლიო როგორც ქრისტემ შეიყვარა ეკლესიაო და როგორ შეიყვარა ქრისტემ ეკლესიაო
რომ თავისთვის მისცა მისთვისო. ანუ საკუთარი თავი ქრისტე მიცა ესე უნდა უყვარდეს ქმარს თავისი ცოლი და ესეც მოყვარულ ქმარს უნდა ემორჩილებოდეს თავისი ცოლიც და უნდა ქონდეს მის მიმართ პატივისცემა და რიდი. ჩვენ დღეს რამაც ოჯახების დანგრევა დაკნება გამოიწვია არის რომ კაცს თავისი ადგილი არ უჭირავს ოჯახში, მისი ადგილი დამცრობილია ოჯახში, ქალი ძალიან ისე სხვა მდგომარეობაშია, ერთმანეთთან ურთიერთობა საერთოდ არ აქვს ადამიანებს და ამან უკვე ძალიან გაუკმართა ყველაფერი. ეპიზოდის შესაძლებელია რომ არის სოდები რომლებიც დღეს დაკანონდა და პირიქით მისაბაძიც კი გახდა დღეს ადამიანები რომლებიც ძალიან მძიმე სოდვაში არიან დღეს შეიძლება ავტორიტეტები იყვნენ მისაბაძები იყვნენ ადამიანებისთვის რაღაც ესენი ქმნიან ამინც ყველაფერთან დაკავშირებით როგორი უნდა იყოს ქვეყანა როგორ უნდა ემართებოდეს ეს ქვეყანა ვინ არის ამაც ავტორიტეტი და ესენი არიან დღეს თუნდაც ჩვენი შვილებისთვის მაგალითები ანუ ესენი არიან სულ ტელევიზორში ესენი გამოდიან ესენი მართავენ ყველაფერს ესენი ხდებიან მისაბაძები ვისაც 5 ჯერ და 10 ჯერ აქვს ოჯახი დანგრეული 10 ჯერა გათხოვილი 5 ჯერ აქვს სული მოყვანილი არ რაღაც უამრავ ცუდვაში ჩადის და ეს ყველა ადამიანი ბავშვი რო ხედავს ახლა მას რომ ეს ვინც ესე ცხოვრობს მაინც ესე არის ხო მისთვის უკვე მაგალითად სხვა ხდება და ისიც მარტივად შეიძლება ანუ ადამიანი ეჩვევა ყველაფერს ადრე მახსოვს ესე ოჯახები არ ინგრეოდა დღეს ადამიანის პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აღება არ უნდა რომ რაღაცა პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიყონ რომ ოჯახში რაღაცა ის გამოხატონ აი რაღაცას დათმოს რაღაც ოჯახის გამო დათმოს შვილების გამო დაიწმინოს შვილების გამო ეს დღეს არავის არ უნდა რატომ არ უნდა იცი იმიტომ რომ მას საკუთარ თავზე მეტად არავინ არ უყვარს და არავინ არ უყვარს ერთ ადამიანს ვესაუბრებოდი ერთ ჩემ როლს დაინგრა ოჯახი ეს არ ახსარების გაცემა არც არ იმიტომ რომ არც ვიცით უამრავ ადამიანს აქვს ოჯახი დაინგრა უბრალოდ ერთ-ერთი მაგალითი მინდა მოყვე ჩემ როლს რომ ერთ ადამიანს დაინგრა ოჯახი ამ ადამიანს შევხვდი ვინც ოჯახი დაანგრია და თხოვე რომ აი ვეხოცებოდი რომ ოჯახი არ დაანგრია მას იმიტომ რომ შვილები ყავს რაღაცა ფეხძიმედ იყო მისი მეუღლე რაღაცა რა და თხოვდი რომ ოჯახი არ დაანგრია და ის თქო არა მე აი არ მიყვარს უკვე ჩემი ცოლი მე სხვა ადამიანი მიყვარს და არ მინდა ჩემ ცოლთან ცხოვრება აი რატო არ გინდა შენ ცოლთან ცხოვრება მრუშობს არ მრუშობს რამე საკეთებს არა უბრალოდ აღარ მინდა უკვე ამასთან ცხოვრება და მინდა რომ სხვა ადამიანი უკვე მიყვარს და რა ვქნა აღარ მინდა ამ ჯგუფს აღება თუ კარგით გასაგებია რო არ გინდა შენ ამ ჯგუფს აღება მაშინ მაგრამ ნუ ამბობ რომ ეკლესიური ხარ და ქრისტიანი ხარ და რამე მორალზე პრეტენზია ნოგექნება მაშინ შენ უნდა თქვა პირდაპირ მე მართალი კაცი მე არ მინდა ესე ცხოვრება მე არა ვარ არც ქრისტიანი ვარ არც ეკლესიური ადამიანი არანაირი არაფერზე არ მაქვს მე პრეტენზია მე ვარ არაკაცი ჩვეულებრივად არა ვარ კაი ადამიანი მე არ მინდა ამ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე რო ავიღო მე ადამიანი მოვიყვანე ცოლად მასთან შვილი მყავს და მე უკვე სხვა ადამიანი მიყვარს და უბრალოდ მე აღარ მინდა ეს ყველაფერი და მე არა ვარ ესა და მაგრამ ისე კი არ უნდა ამ ადამიანს უნდა რომ საზოგადოებაში მისაღები იყოს ეკლესიამ რომ მიიღოს ან ეს ადამიანი რომ ეკლესიაში ყველასთვის მისაღები იყოს რომ ყველასთვის წმინდა იყოს თან ესეც უნდა თა რომ აი ეკლესია მას ჯვარი დაწეროს თბილად მოექცეს არა და ოჯახი დაანგრია თავისი პირადი მეს გამო იმიტომ რომ მას უნდა რომ სხვა ადამიანი მოიყვანოს სულად ან უნდა სხვა ადამიანს სულად გაყვეს ამის გამო და აი ეს ყველაფერი არის მე ძალიან ძიმე დაისახება ყველას იმიტომ რომ ის არ ფიქრობს იმ შულს როგორ ტკივა გული რომ მამა რო ცალკე ცხოვრობს დედა რო ცალკე ცხოვრობს რომ მიატო მას არ უნდა ამ ჯურის აღება რომ მიუხედავად იმისა რომ ეს სული შეიძლება აღარ უყვარდეს და ეს სული საერთოდ აღარ აინტერესებს რომ ამ შვილის გამო იყოს თავის ოჯახი ბევრი ადამიანი ამბობს ამას დაკავშირებით აბა რა ხوار დაიტანჯებიან თელი ცხოვრება არ ჯობია უსიყვარულობა საერთოდ გაშუნდა ცალ-ცალკე იყვნენ მაგრამ კი იყვნენ ცალ-ცალკე მაგრამ იმ ბავშვზე ის ბავშვი რო ესეა და მე ამბობენ ბავშვმა რატო უნდა უყუროს ამაც ახებს ესე და არ აყურებინონ ბავშვს მოითმინონ და ბავშვის წინაშე პირიქით მოაჩვენონ თავი რომ ესე არის მაგრამ ამის გაკეთება არავის არ უნდა ჯვრისაღება ძალიან ძნელია იმიტომ რომ ქრისტიანობა ძნელია ქრისტიანობა ჯვრისაღება მე ბევრ რამე ამ სიამოვნებს არ უნდა ბევრ რამეს კეთება მაგრამ ბევრ რამეს ჩემი რჯული მავალდებულებს ჩემი აი არის რაღაცეები კანონები თუნდაც საეკლესიო თუნდაც საზოგადოების გადადებული კანონი რომელსაც არ უნდა გადააბიჯო არის რაღაცეები შირისი გადაგაბიჯების უფლება არ აქვს არის რაღაცეები რასაც შევერ გადახვალ იმიტომ რომ ეშმაკის ყველაზე მთავარი სამიზნე არის ოჯახი და ეკლესია ეს ორი მთავარი სამიზნე აქვს ეშმაკს რატოა ოჯახი ეკლესიის ეშმაკისთვის მთავარი სამიზნე და რატოა ეკლესია ეშმაკისთვის მთავარი სამიზნე ოჯახი მთავარი სამიზნეა ეშმაკისთვის იმისთვის და იმის გამო და იმიტომ რომ თუ ოჯახი დაინგრევა ოჯახის დაანგრევას ორი ადამიანის ერთმანეთთან დაშვერებას კი არ იწვევს უამრავი ადამიანი ინგრევა ამით ანუ
ამ უკან იმის უკან ერთი ადამიანის უკან დგას იმ ოჯახის წევრის უკან ანუ მეუღლის უკან დგას მეუღლის მშობლები, მეუღლის ნათესავები, მეუღლის მეგობრები ან კაცის ხარეს ერთი სამეგობრო ნათესავები ისინი გოგოს ხარესაც კიდევ ეს მეგობრები, ოჯახის წევრები, ნათესავები, ძმები, ნათესავები და ესენიც ერთმანეთს უპირისპირდებიან. ანუ მარტო ორი ადამიანი კი არ უპირისპირდება შემთხვევაში ერთმანეთს. ძალიან ბევრი ადამიანი უპირისპირდება ერთმანეთს. ეხლა სამწუხაროდ ხო და ეს ხდება ძალიან ხშირად და ძალიან ბევრი ადამიანი ინგრევა ამით. და ხო, აი თუ შეიძლება აი ამას რო იტყვით. აი იცით რა არის საქართველოში მამო, აი შერჩეული ხა მაგალითად აი არა ეხა სხვისი ცხოვრება და თავის მისი ცხოვრება, ხო ვიღაც ეხა ბავშვის გამო ეხა ბავში ძალიან აი ყველაზე დიდი ტკივილია და მე მაგალითად ეხა ბავშვის გამო ავიტანდი ყველანაირ ცოლს აბსოლუტურად არ ვიცი სულ რო ვის იყოს რა ქვია არ ვიცი რაღაც არა ამქვეყნიური მაინც ავიტანდი მაგრამ რა არის ისეთ მამო ხდება ხოლმე შემთხვევები სიტყვაზე ეხა ერთი მეორენაბიც გადაადგმევინებს და ძალიან ბედნიერი არის ხოლმე მეორე ოჯახში და არის პირიქით რომ სიტყვაზე ის ბავში იმდენად განიცდის რომ ეს დედმამა ეხა მე მქონია შეხება ეგეთ ბავშვებთანაც რომ დედმამა ერთ სახში ცხოვრობენ ერთმანეთი ამის დიახ ჭამენის აი ანუ ამის მოჩვენება ცოტა ძნელი არის მამო იმიტომ რომ აი რაღაცა ის არის და თან კიდე ეხა ვიღაცა ნათესავის გამო ეხა ზოგიერთ ადამიანს ვერ ეტყვიო შენ იცი რა იმის ცოლის ბიძაშვილს ეწყინება და მოდი რა არ გაცილდა შენცოს და აი მამო თუ შეიძლება ის რაღაცა ისეთ კითხვას ვსვავ ეხა იცით რატო იმიტომ რომ ძალიან ხშირად ხდება ხოლმე მამო ზოგჯერ ქმარი არის ცუდ მდგომარეობაში ზოგჯერ მეუღლე არის ცუდ მდგომარეობაში და ეს ყველაფერი მოქმედებს ხო და რაღაცა მერე ტყდება და ამის გამო რომ ხა მთელი ცხოვრება იტანჯოდა ეხლა ერთმანეთს უყუროთ სიბერემდე როგორ გეზიზღებათ აი შეიძლება რომ მამაო სიტყვაზე მეორჯერ ეხლა რახანს ეკლესიამ დაუშვა მეორე ჯვრის წერა რომ სიტყვაზე მეორჯერ მე მინახია ბევრი მამაო სხვათა შორის მეორეჯერ უკვე ნაღდათ თხოვდებიან ნამდვილი სიყვარული და ისეთი მყარია ხოლმე ოჯახი რომ რაღაცნაირად ისე და თუ შეიძლება მამაო აი ხანდახან უმართლებთ ხოლმე ხანდახან პირიქით უფრო უბედურები არიან და ну რა თქმა უნდა ის თავი არ შეიძლება რომ დაირღვეს მაგრამ აი თუ ვაიდა ესეთ შემთხვევა ქრისტიანმა რა უნდა ქნას მამო ამ შემთხვევაში ბოდიში ხდით იმიტომ ეკლესიას ამიტომაც გეხოცე მათ თქმა იმიტომ რომ დედები ხშირად სპეკულირებენ ბავშვებით მამო ეხა არ მინდოდა რომ მეთქვა მაგრამ აი მამებს იჭერენ ბავშვები და არა თავისით იმიტომ რომ თვითონ არ უნდა გამოსწორება რომ იყოს კარგი ისეთი როგორიც უნდა მოეწონოს თავის მეუღლეს და სპეკულირებს კაი ისაყავს რას ბავშვს შეუგდებს და ბავშვის ხათრით გამოჭრილი ყავს ეს მამა და ესეთი რა თუნდა იმიტომ ის ბავშვი რომ გაიზრდება და წავა ეს ქმარი მაინც წავა ხო მისგან და ძალი დაჭერილები ხავთ უმრავლესობა სამწუხაროდ არ უნდა ვამბობდი მაგრამ ეგრე ხდება ხოლმე ადამიანური თვალსაზრისით თუ შეიძლება და აი დანარჩენზე ბოდიში ხდით უბრალოდ მომენტი არის რაღაცეები ვერაცაც შენ ჩამოთვალე რომ მაინც ოჯახი მაინც დაინგრევა თუნდაც რაღაც ესე იყოს ესე შენარჩუნება ბავშვის გამო და რაღაცით ოჯახი უნდა შენარჩუნდეს იმიტომ რომ თუ ადამიანს ერთმანეთი არ უყვართ მაშინ რატო ცხოვრობენ ერთად ხო მაგრამ არის რაღაცეები პასუხისგებლობები რასაც შენ თავზე იღებ ვალდებულებები რაც აკავს აღებული და რაც ცილა ცხოვრება უნდა იტვირთო მაგრამ როდესაც არც ნარკომანია ქმარი არც ლუთია ქმარი ან პრობლემები არაფერი არ არის ანუ ვართან დაკავშირებით ან პრობლემები არ არის უბრალოდ არის მიზეზი ის რომ შენ შეგიყვარდა სხვა ადამიანი ანუ მე ამ შემთხვევას ლაპარაკობ აი ამ შემთხვევას ლაპარაკობ როდესაც არა მე ამ შემთხვევას ლაპარაკობ აი არანაირად შენ მეუღლესთან პრობლემები არ აქვს ანუ არ არის ის რომ მაგათად აი მეუღლე ღალატობს მეუღლე ცუდად იქცევა ხო ანუ უფრო კარგი გამოჩნდა უფრო ლამაზი გამოჩნდა ანუ შენ მეუღლეს უფრო ლამაზი გამოჩნდა ვიღაცა უფრო გამგები გამოჩნდა ვიღაცა აი შენ მეუღლე უკვე ესე აღარ გიგებს ესე ვეღარ გეფერება ესე და ვიღაცა გამოჩნდა სამსახურში ვინც უფრო მეტად გეფერება ვინც უფრო მეტად აი ყურადღებას გაქცევს უფრო რაღაც ესე მოაქვს შენთან რაღაცა უფრო მეტი კომფორტი შეგიქმნა ვიდრე შენ მეუღლე ამის გამო რო ანგრევენ ოჯახს ამაზეა საუბარი ამ თემაზე მოქვს საუბარი ის კი არა ისიც რო იყოს რომ ცუდად რო გექცეოდეს ქრისტიანობა ეს არის რომ ძალიან რთული უნდა მოითმინო და უნდა აიტანო ესაა ქრისტიანობა წარმოიდგინეთ ახლა მე რო ჯულისკანონის ტყუილი წაგიკითხოთ ახლა ჯულისკანონში რა წერია ხო და ის რა სიტყვა ზოგჯერ ქრისტიანობა ამაზე დღეს ახლა რომ მოითმენენ რომ მოისმენენ ახლა მას ბევრი ამას სხვანაირად გამოიყენებს ამაზე რა წერია ერთ-ერთი მამა მიდის და ეკითხება მოწვარი ეკითხება ჩემი ცოლიო ჯაჭვებით რო იყოსო დაბმულიო ჯაჭვებით რო იყოსო დაბმული ანუ წარმოგიდგენთ როგორი ის უნდა იყოს ჯაჭვებით რო იყოსო დაბმულიო დღეს ეკითხება მე რა უნდა ვქნამოს და გავშორდე თუ არ უნდა გავშორდეო და პასუხი იცით რა წერია ჯულის კანონში დაითმინო იყო რა იციო შენო თუ ამითო შენო არაცხონო შენ მეუღლეო ანუ შენ რა იცი რომ იმ დათმენით შენი მეუღლე რო არაცხონო ჩვენ იმ ერთმანეთის ცხონებაზე კი არ ვფიქრობთ რომ ის ცხონდება არ ცხონდება მე რომ მოვითმინო მისგან შეურაცხყოფების დათმენა მე ამით ცხონდები აქ ცხონება არ ცხონებაზე კი არა ის რაც შემეკითხვა და ამის ეს არის სუთა მატერიალური სუთა დღევანდელი აზროვნების ან არანაირი ყველა სულიერების გამოკლებული აბსოლუტურად და ადამიანურად აბსოლუტურად მართალი ხარ რატო თუ ადამიანი ხარ არ გიყვარს რატო უნდა იცხოვრო მასა ადამიანურად ეს აი ვითომ ამ გაგებით დღევანდელი ეს აბსოლუტურად მართალია
რატომ უნდა იცხოვრო ადამიანთან, ვინც არ გიყვარს, ან ვინც არ ჯობია იმასთან იცხოვრო, ვინც გიყვარს და უკვე ვისაც შეუყვარდი. როგორია რო ხო, როგორია, თან ერთი მომენტი კიდევ გიორგი არის გასათვალისწინებელი. ოჯახების უმეტესობა იქნება ძალიან ახალგაზრდა ასაკში ქმნა ადამიანები ოჯახს. 18, 19, 17 წლის. როდესაც 19 წლის და 19 წლის ბიჭს მოყავს 17 წლის გოგონა, ხო? მათ აქვს სხვადასხვა სულ სხვა მსოფლმხედველობა აქვს მაგ პერიოდში. სხვანაირად ხედავენ ყველაფერს. და ეს ადამიანები იზრდებიან, ხო? ეს გოგოც იზრდება, ბიჭიც იზრდება. შეიძლება ეს მეუღლე ეს ხალი დარჩა ოჯახში, ანუ არ გავიდა საზოგადო არ მოუწია სამსახურში მუშაობარები და ოჯახში შვილებთან დარჩა ეს კაცი გავიდა სამსახურში. და უკვე რო გავიდა იქ სამბეუს ადამიანი შეხვდა ამ ცოლთან ეს ცოლი საერთოდ ვერ ამ ადამიანთან მერც ურთიერთობაში შორს ვერაფერში. ანუ ესენი ბევრად უფრო გაზრდილები არიან ვიდრე ის სამსახური უფრო მეტად ერთმანეთს უფრო უგებიან ყველაფერი. უკვე ეს ცოლთან საერთოდ თქმის აღარ აქვს არაფერი. და ამის და ეს სული დარჩა ოჯახში შვილებთან დარჩა და ვერ წაყვა ამ სამდგომარეობაში ეს ძალიან გაიზარდა ადამიანი რა უნდა ვქნათ ახლა ამ შემთხვევაში უნდა დაანგრიოს ამ ოჯახი თუ არ უნდა დაანგრიოს ეს სული პატიოსანია წესიერია ძალიან გულიანია თბილია ყველაფერს აკეთებს ოჯახში მაგრამ უკვე ამის იმას ვეღარ აკმაყოფილებს ეხ მამო აი ხო და არა მეგის ხო აი როგორ უნდა მოიქცე შე როგორ ფიქრობ შემთხვევაში ადამიანი იმიტომ რომ აი ხშირ შემთხვევაში ხდება ხოლმე მამო ადამიანს აი თლიანად რო დაინახვები უკვე აღარ ხარ მისთვის საინტერესო და ამ დროს რო ჩაიკეტო უკვე მსახიობი ხარ და ის აი ეს პრობლემას გიქმნის პირიქით ეს ამიტომაც არის რაღაცა ვალდებულებები და პირიქით აი როცა შენ ყველაფერს უყურებ ეს ეკლესიურად და ქრისტიანობას უყურებ შენ სხვანაირად უყურებ ამ ყველაფერს შენ ბევრ ამას იცვენ ჩვენ ეკლესიურ ადამიანებს ბევრ ამას მოთვენა გვიწევს, ბევრ ამას ვიღებთ საკუთარ თავზე, ბევრ ჯვარს ვიღებთ, რომ აი რაღაცას ტვირთულობ ადამიანი. მაგას შეეხოს თუ წმინდეს, ჯერ არ შეიძლება რომ ადამიანი მომსადებელი შექმნა ოჯახი. რაღაცა მე მყავს ორი ვაჟი მყავს, ერთი ქალიშვილი მყავს. ახლა მაგათ აი ჩემი ქალიშვილი ახლა მე ვუდგები ყველაფერს ჩემი მხრიდან, ყველაფერს ჩემი საზომში ზომა ყველაფერს. აი ჩემი ქალიშვილი მოიყვანა ვიღაცამ ცოლად. ჩემასიძე. და მე გავიდა წლები და უკვე მან უფრო ჩემ ქალიშვილს ბევრად უფრო კარგი ადამიანი შეხვდა ცხოვრებაში. ბევრად უფრო კარგი, ბევრად უფრო გამგები, ბევრად უფრო ის სამსახურში იმაში. და უნდა დაანგრიოს და ჩემი ქალიშვილი და შეიძლება დატოვოს სამი შვილი და ის ადამიანი მოიყვანოს ცოლად. ხო, გისვა, ხო არის ლამაზი ჩვენი მხრიდან, აბა მამა თქვენი ბიჭი რო იყოს სიტყვა, ეგრე შეიძლება სხვანაირად შეხედო. არა, თუნდაც ჩემო ბიჭო მოიყვანა ცოლი, მაშინ უყარდა ეს ადამიანი, ძალიან კარგი ადამიანია, ძალიან სუფთა, ძალიან წმინდა, მაგრამ ვერ მიყვა მას ამ ყველაფერში. უნდა მიატოვოს ღვთისმშობელი და უნდა გაუბედუროს ადამიანი, მას ხო ძალიან უყვარს. მას ხო ძალიან უყვარს ჩემი შვილი, ჩემი ვაჟი. და ემარა უკვე უფრო კარგი ნახა ესე ყოველთვის შეიძლება ვიღაცა კარგი გამოჩნდეს ცხოვრებაში. ესე არასდროს არ დაილევა. თუ ადამიანი ამ ხრივ წახვალ, იმიტომაც ადამიანს 5 და 6 რო მოყავთ. ერთხელ რომ მოყავთ, მეორჯერ მე მესამე, იმიტომ რომ ვერავისთან ვეღარ ეგუებიან უკვე. ვერავისთან ვეღარ ეგუებიან, იშვიათ ეკლესია არ გძალოს მეორე და მესამე ქორწინებას, არ გძალოს პირიქით წერ ჩვენ ჯვარს, უბრალოდ მას უნდა გაცნობიერებული უნდა ქონდეს ის და უნდა ქონდეს იქ როგორ წერი ეცმერე მეორეჯერ ჯვარს უწევს 5 წელი უზიარებლობით და 8 წელი უზიარებლობით იჯებოდნენ და მერე წერდა ჯვარს ეკლესია, ანუ რო გამოხატებდა სინანულს, რომ ან ოჯახი დაანგრია და ისა მერე იწერებოდა ჯვარი, თორემ ეს ერთ თვეში ჯვარს ვინ წერდა? ესე არ არის ნახავენ ჯულისგან როგორა და ნახავენ იქ. ეს იმ წელს ჯვარს ვინ წერდა? და არათუ ისა თუ შენ ეკლესიური ხარ ჯერ ურთიერთობა არც უნდა ქონდეს იმ ადამიანთან ხორციელი არც არაფერი და უნდა თუ ეკლესიურად დაზრუნდეთ ახლა მაშინ ეკლესიას თავი დაანებონ ეკლესიას ნუსაუბრობენ საკუთარი მით განსაზღვრონ ჩვენ ვამბობთ ეკლესიის კანონები და წესები როგორ არის და შენ თუ ეს ეკლესია არ გჭირდება ამ ეკლესიას რატო ეკამათები რატო ედავები ვისაც უნდა ამ კანონების და რჯულის მიღება ეს მიიღებს ამას ვისაც არ უნდა ეს არ მიიღებს ღმერთი მოძალადი არ არის ღმერთი არავის არაფერს არ ავალდებულებს რჯული არის მოცემული ეს კანონი არის დადებული ადამიანების მიმართ ჯული მოცემულია ადამიანი ამ ჯულს ან მიყვება ან არ მიყვება ამის მიხედვით ადამიანი განიჭება იმის მიხედვით როგორც ცხოვრობს ადამიანი და დღეს ჩერა პრობლემას ვაწყდებით ადამიანები ვისაც ეკლესიას საერთოდ შეხება არ აქვს ეკლესიის ამის არჩევენ განეკითხავენ რომ ეკლესია ამას რატო ამბობს ისთვის ამბობს ამას რატო გმობს ეკლესია მამად ფავლობას ლოთობას ნარკომანიას ამ რატო გმობს ესე რატო იძახის იმიტომ რომ ჩვენ ვიცით ამის საშუალება მე პატრიარქმა ოჯახზე დაწერა იმიტომ რომ ბევრი ტკივილი მიიღო ამ ოჯახის დანგრევით მისვალწულის იმიტომ რომ მისი ერია მისი ქვეყანა და ხედავს აი დღე არ გავა 40-50 კაცი რომ ამდეს ჯვრის საყრას ვეძახიან ანუ განქორწინებისთვის ყოველ დღე ახალი შექმნილი ოჯახები მე უამრავი მაგალითი მაქვს იმისა დამიწერია ჯვარი 1 წლის წინ მეორე წელს უკვე სუნდათ უკვე განქორწინება უნდა ადამიანს 1 წელიც ვერ უძლებენ ერთმანეთს 1 წელიც მაშინ რატომ მოყავს ხო გაარკვია ადამიანთან ურთიერთობა რაღაც ამაზეა ლაპარაკი ანუ ეს რატო ძალიან გამარტივდა ეს ყველაფერი გამარტივდა საზოგადოების ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა
და ამას დღეს არ უყურადღებას ეკლესიისას, ოჯახისას, თუნდაც ესე კი არა ვიღაცა ჩაერიო შენს იმაში არავის არ აქვს, არავის ერთმანეთს უფრო რო ჩავიროთ ერთმანეთს, მაგრამ რაღაც ის გაკაებდა ის სურთიერთობა, რომ იქ სამეზობლო იყოს, ანათესავე რაღაცები იყო, ეს ტრადიციები, წესები, გვარიშვილობა თუნდაც და ის რაღაცა შენი გვარიშვილობა, რომ შენ ამ გვარს უფრთხილდებოდი, რაღაცა შენ სახლს უფრთხილდებოდი, შენ ოჯახის შვილობას უფრთხილდებოდი, თუ რომ შენ ოჯახის წარმომადგენელი ხარ, აი იყო გამოთქვამი, რომ აი შვილი სახია ოჯახისა, სარკია ოჯახისა, ანუ რაც არის ისად ის შენი შვილი, იგივეა შენი ოჯახი, შენი შვილი იზომება შენი ოჯახი და ყველაზე იქიდან იქნება წარმოდგენა, ანუ შენ როცა გადიხარ ქვეყნის გარეთ ქართველი და როცა სხვა ქვეყანაში მიდიხარ, შენი ის უცხოელი რო ხდება, ის შენი ძომავს შენს ქვეყანას. შენი ძომავს, მეც რო შეხვიდრო უცხოელს, ხო? შენ ხვიდრა იტალიელი, ისპანელი, ან ფრანგი, ან ნებისმიერი, ხო? იმ ადამიანით საწრომე იმ ქვეყანას. იმით საზღვარგარეთ ქვეყანას მე სხვასთან არ მაქვს შეხება და როგორიც ისაა ჩემთვის ისეთია მისი ქვეყანა და ესევია მე როგორი ადამიანი ხდება ისეთია ჩემთვის მისი ოჯახი და ყველაფერი და ეს ამ გულის ტკივილმა გამოიწვია პატრიარქის გადაგება რომ აი რო ხედავს რომ ესე მარტივად ინგრევა ოჯახები ესე ანგრევენ ოჯახებს ამდენი გაუბედურებული ბავშვები თქვენ მე მომისმენია ბავშვების აღსარება მე მომისმენია ბავშვები როგორ წუხან იმაზე რომ დედა ცალკე ცხოვრობს, მამა ცალკე ცხოვრობს, როგორ ტკივად, ამის ტკივილი არავის არ აინტერესებს. თვითონ ადამიანები არიან ეგოისტები. საკუთარი მესიქით არაფერი არ აინტერესებს. თვითონ იყოს ბედნიერი და ამ დროს ხდება რომ თვითონ ძალიან უბედური იქნება ამის შედეგად. რო არ დაითმინა, რომ მოეთმინა, უფრო სხვა შედეგი ექნებოდა და სხვა შედეგს მიიღებდა. სხვანაირად შეატრიალებდა ამ ყველაფერს. მე არ ვიძახი ძალიან გაუკმარტებულ ურთიერთობებზე, სადაც შეიძლება ურთიერთობის შენარჩუნება და როცა არის იმის საშუალება, რომ რაღაცა შენარჩუნდეს და რაღაცა სიკეთისკენ წავიდეს ეს საქმე. და ის კი არა ის ძალიან ძიმე რომ ამდროსაც უნდა შეინარჩუნოს, ამდროსაც კი უნდა ეცადოს შენარჩუნოს ქრისტიანობა, როცა შენამჯვარს აიღო შენას და ბოლომდე იტვირთავ შენამჯვარს და ბოლომდე მიყვები ამ ყველაფერს. დიახ, ძალიან დიდი მადლობა, მამო. მე უბრალოდ მე ყველაფერში გეთანხმებით, მაგრამ აი ადამიანის აი შეიძლება სმენელიან მაყურებელს რა კითხვაც გაუჩნდებოდა, იმიტომ რომ მე მამაოს ვეთანხმები ადამიანი. რაღაც ის არ ეგონოს რაღაც იმას შემოვიდა. მამო, აი თუ შეიძლება მამო, აი მასთან დაკავშირებით, მე იმიტომ რომ მე მახსოვს ახლა უწმინდესმა აღარნოს 2007 წელი იყო მე მგონი, აი პირადად ესე მომაწოდა ეპისტოლე და ის ეპისტოლე მე წავიკითხე, იქამდე ჩემთვის ახლა ეპისტოლე დიც არაფერს არ წარმოადგენდა, ისე წავიკითხავდი და გადავდებდი უბრალოდ. და ჩემი ცხოვრება რადიკალი სულ სხვანაირი გან. მე რომ მან მომაწოდა, მე მივხვდი რომ აი მასში რაღაცა იდო ისეთი რაც და აი იმის მე ღვთის წინაშე ვამბობ და აი ყველაფერს ვიცავარ და აი რაც კი გამაჩნია, ჩემი ცხოვრება შეიცვალა აი სრულიად სხვანაირად და ამის შემდეგ ყოველთვის ვითვალისწინებ ხოლმე. აი მის ეპისტოლეს და ვიცი უკვე ის წელი სიტყვაზე 2 არის ხო წელიწადში ეპისტოლე და იქიდან იქამდე რითი ვიარსებო აი რა უნდა გამოვასწორო აი ნებისმიერი ადამიანი ვინ ჩაიხედავს მამაო ნახავს თავის პრობლემა როგორ უნდა გამოვასწოროს ამ ეპისტოლეში ჩემთვის იყო მე არ ვიცი ხსნა იყო და შველა რა შეიძლება დაუღუპულიყავი კიდევაც ეს რომ ჩემთვის არ მოიცა ნუ მან იცის ახლა რომ ის აი ეს მომცა და უკვე იქ რა წავიკითხე მამაო ჩემთვის იყო ყველაფერზე პასუხი თუ შეიძლება მამაო აი ამასთან დაკავშირებით აი ადამიანებს მამაო მაინც ეს ყურად არ ვიღებთ ხოლმე და იგივე ვაგზე ხვალე ვიღაცა 17 წლის შვილს გაათხოვებს 18 წლის ბიჭზე ზეგ მოუბრუნდება უკან სიტყვაზე რაღაცა და ამას ყურად არ იღებს და მე ამ დროს არა და წერია გასაღები მოგცა კარი გაგიღო და აგერ წაიკითხე ხო რატო არ ეთვალისწინებს და რა უნდა ქნან მამო ისო გავითვალისწინოთ იმიტომ რომ არ ვიცი მე ესეთი ახალი რაღაცა ისეთი დანამატი არის ისეთი რომელიც შენ გაგავსებს ამ ქვეყანა და ამ ცხოვრებაში ყოველთვის აკეთებს იმაზე აქცენტს რაც ჩვენ გადაგვარჩენს და არ ვიცი აი თუნდაც თავრობამ რო გაითვალისწინოს ნები მხედრო ნებისმიერმა ადამიანმა ხო აი თუ შეიძლება მამო აი როგორ უნდა აი რა შეიძლება რომ რით შეიძლება რომ დაინტერესდეს რა რაღაცა აი ადამიანმა რა უნდა ქნას მამო იმიტომ რომ ძალიან საჭიროა ეს ვისაც აკლდება ხო აი დედას გული მიკვდება ხოლმე რა რომ ამას როგორ იკლებენ უბრალოდ აი თუ შეიძლება გიორგი იცი რა საერთოდ აი ეს აი მიმღეობა და არ მიმღეობა არ მიმღეობა არის ადამიანის დამოკიდებული ვიღაცა შეუულია მოისმენოს სიტყვა ქრისტეს ვიღაცა შეიძლება ეს არ მოისმენოს ის ეპისტოლე რომ დაიწერა ეს ყველასთვის დაიწერა თელი ერისთვის დაიწერა და შესავალშიც ეწერა ყველა ვინც საქართველოს ცხოვრობს ნებისმიერი ერის წარმომადგენელი იყო ჩამოსული აზერბაიჯანელები სომხები ყველასთვის იყო დაწერილი ანუ პატრიარქი წერს ყველასთვის ვისაც ამის მიღება და მოსმენა უნდა ეს ყველასთვისაა დაწერილი ვისაც ამის გაგება უნდა მაგრამ ადამიანი ამას ან იღებს ან არ იღებს სახარებაში არის ესეთი იგავი ვიცი ხომ თესვარი სიგავი მოყვანილი ერთი და იგივე თესლი დავარდა სამ ნიადაგზე ერთ ადგილზე დავარდა ეს თესლი და ნაყოფი არ გამოიღო იმიტომ კლდოვანი შეხვდა კლდოვანი ადგილი შეხვდა და ვერაფერ ვერ გამოიღო ცოტა ამოხუცდა მაგრამ რადგან კლდოვანი იყო მზემ დააცხონდა და გახმა და მოაშტო ეს რა ქვია განადგურდა ეს თესლი მეორე ნაწილი მეორეთას დავარდა ადგილზე სადაც
ეკლები ამოვიდნენ და ეკლებმა მოაშთეს ეს და მესამე დავარდა კეთილ ნიადაგზე, სადაც ბევრი გამოიყო ძალიან დიდი ნაყოფი. ანუ ეს ნიადაგები იყვნენ ადამიანები. ანუ ეს თესლი ყველგან დავარდა, მაგრამ ვინ როგორი ნიადაგი დახვდა, ისეთივე ნაყოფი გამოიყო. ანუ ის სიტყვა რაც პატრიარქმა თქვა, პატრიარქის სიტყვა იყო ძალიან მისაღები და ძალიან ისე დროული და ძალიან ისეთი საჭირო, რომ ადამიანები ეს აუცილებლად უნდა მიიღონ, მაგრამ ეს უკვე მიმღება არის ჩვენზე დამოკიდება ამას, ჩვენ როგორ მივიღებთ. ეს მე ამის მიღება მინდა თუ არ მინდა. ძალიან ბევრი ყოფილა, რომ წესი ამიგია, პანაშვიდი გადამიხდა, მიქადაგია. იმ პანაშვიდიდან შეიძლება 30 კაციდან 2 კაცი მოსულა მრევლში. 28 კაცი არ მოსულა. ვიღაცას ქონდა მიღება, ვიღაცას არ ქონდა მისიღო, ვიღაცას უნდა, ანუ და ეს ჩემი დამსახურება კი არ იყო, ეს 2 კაცი რომ მოვიდა. მათი დამსახურება იყო, იმიტომ რომ მათ ქონდათ უკვე ნიადაგი მომზადებული ისეთი, რომ ისინი ჩემამდე მოსულიყვნენ. ანუ ეკლესიაში ქრისტემდე მოსულიყვნენ. ადამიანები ქრისტეს ქადაგებას უსმენდნენ, მაგრამ ქრისტესი არ ესმოდათ. წარმოიდგინე, აი ქრისტე ქადაგებდა და ადამიანები დარჩნენ ქრისტეს ქადაგების დროს ისეთები, ვინც ქრისტეს ქადაგება ვერ მიიღეს. არათუ ვერ მიიღეს ქრისტეს ქადაგება, ქრისტე ჯვარზე გააკრეს. წარმოიდგინე, ქრისტე ქადაგებდა ქრისტე უქადაგებდა ადამიანებს, ასწავლიდა რჯულს, ასწავლიდა მოძღვრებას და ადამიანები ქრისტეს რჯულს განეკითხავდნენ, აქილიკებდნენ და არჩევდნენ ქრისტეს სწორს ამბობდა თუ არასწორს ამბობდა. წარმოიდგინე, აი ვიღაცები იყვნენ ადამიანები, რომლებიც ქრისტეს რჯულს არჩევდნენ. ქრისტემ სწორად თქვა თუ არასწორად თქვა. ანუ კი ვერ მიიღეს სიტყვა პირიქით, აი უარყოფით იმაში განიხილავდნენ ქრისტეს სიტყვებს და ედავებოდნენ ქრისტეს. ეკამათებოდნენ ქრისტეს. ახლა ჩვენ როგორ უნდა გაგვიკვირდეს ახლა ეს რომ ვიღაცა პატრიარქის ეპისტოლე არ მიიღო, სადაც ქრისტეს ქადაგება არ მიიღო და ანუ იმ ადამიანს ვინც მიიღო ქრისტეს ქადაგება, ისინი იმას მიმღეობა ჰქონდათ, ამ სახარება ეწერია, ყური აქვს და არ ესმითო, თვალი აქვს და ვერ ხედავენო. ანუ ადამიანს ყური აქვს, მაგრამ არ ესმის ამის გაგონება არ უნდა, მას არ ჭირდება ეს სიტყვა, იმიტომ რომ მან თუ ეს სიტყვა მიიღო, ამ სიტყვის მიღების შემდეგ მან ცხოვრებაც უნდა შეცვალოს. აუცილებლად უნდა შეცვალოს ცხოვრება, იმიტომ რომ ის რაც მას სურს, რაც მას ძალიან უნდა, ის არ უნდა აკეთოს სიტყვაში და ამაზე არ უნდა თქვას, რა ძალიან ძნელია მსევნებაზე უარის თქმა. ამ ყველაფერზე უარის თქმა და ძალიან რთულია. შრომასთან დაკავშირებული ქრისტიანობა ეს მარტივი არ არის. ქრისტიანობა არის ეკლიან გზაზე სიარული. ძალიან ეკლიან გზაზე სიარულია. და იმიტომ რომ სახარება ეწერია, მაცხოვარი მოწაფეების ეუბნება, ეს სოფელი ყრუ და ბრმა არის, ეს სოფელი თქვენ არ მიგიღებთო. ამ სოფელმა მეც არ მიმიღო. ვინც მე მიმიღო, ისინი თქვენც მიგიღებენო. ვინც მე არ მიმიღო, ისინი თქვენც არ მიგიღებენო. თუ თქვენ ამ გზას აეწყოს, ეს ყველა ქრისტიანის უნდა თქვა, იმიტომ რომ თუ შენ ქრისტიანობა გინდა, უნდა იცოდე და ყოველთვის უნდა გახსოვდეს ის, რომ ვისაც ქრისტე არ უნდა და ვისაც ქრისტიანობა არ უნდა, ვისაც არ უნდა მამა, წი და სულიწმინდა, იმას შენც არ ენდომები. და ვისაც ენდომება მამა, წი და სულიწმინდა, იმას შენც ენდომები. და შენთანაც კარგი ურთიერთობა ექნება. ამიტომ ის ვინც შენ წლს გირტყავს, შენ განგიკითხავს, ხო? იმისგან შენს არ უნდა გეწყოს, რომ მას ქრისტეც ის ქრისტეც რომ მოსულიყო, არ ქრისტეს არ მიიღებდნენ ეს ადამიანები. მათ ეკლესია არ დაჭირდებოდა, იმიტომ რომ ყოველთვის რაღაცა მიზეზს მოძებნდნენ იმისთვის და იმიტომ რომ რაღაცა თავი გაემართლებენ, რომ ამიტომ და ამიტომ იქცევენ ესე. როგორც ფარისევლები იქცეოდნენ, როგორც მღვდელმთავრები იქცეოდნენ მაშინ. მათ რჯული გამოუცხადა, შობის საკითხებში პირდაპირ იყო გადმოცემული, რომ იროდიმ პირდაპირ კითხა მოგვებს, რომ საერთოდ დაიბადოს ქრისტე. და მოგვები ეუბნებია, რომ აი მოგვები ისა რა ვქო, ფარისევლები ჯულის მოწყვლები დაიბარა, როცა მოგვები მივიდნენ იროდისთან და კითხა, რომ აი სად უნდა იშვას ქრისტე და მაშინ დაიბარა მღვდელმთავრები, უხუცესები, ფარისევლები დაიბარა და კითხა, რომ სად უნდა დაიბადოს ქრისტე და ფარისევლები ეუბნებიან, აქ ამა და ამ დროს უნდა დაიბადოს ქრისტე. ანუ ისინი ეუბნებიან რჯულს. ალექსანდრე დიდი ამბობს, მე ვიცოდიო ებრაულიო, მე მოკალიო, ის მე გავაგზავნეო, ყმების დასახოცადო ეს ისინიო, თქვენ არ უთხარითო იროდისო, რომ აქ უნდა დაიბადოსო და რატო არ მიიღეთო მაშინო ქრისტეო? კითხოსოს ებრაელებს, რატო არ მიიღეთ მაშინ ქრისტე? რატო თქვი თუ არის, თქვენ ხო რჯული უთხარით რომ ესაია წინასწარ მეტყოდან ესე წერია, აქ ამა და ამა უნდა დაიბადოს ყრმა. თქვენ ხო უთხარითო ეს ეროდისო და რო უთხარითო, რატო არ მიიღეთო მაშინო? თქვენ ხო გამოგიცხადათ ეს ჯული, მაგრამ მათ ეს ჯული რომ მიიღოთ, ცხოვრებას უნდა შეეცვალათ. ვინც მიიღო ცხოვრება შეცვალეს კიდევაც იმათმა და ვინც არ მიიღო მათ უნდა და თან ფუფუნებაში ყოფნა, იმ მდგომარეობაში ყოფნა, სიამოვნების სიხარულის მიღება, ამიტომაც არ უნდა ამ ყველაფრის მიღება. ამიტომაც თქვენს ამაზე ვარი. ამიტომ ძნელი და რთულია მოსმენ ამ ეპისტოლესი, ამის გაგება, იმიტომ რომ შენ თუ ამ ეპისტოლეს მოისმენ, მაშინ ცხოვრებაც უნდა შეცვალო. მე ბევრი რამის შეცვლას ვიწყებ ამ ეპისტოლედან რომ წავიკითხე, ხო? მე ჩემ თავზე მივიღე ეს ეპისტოლე. პირადად ჩემ თავზე და მივიღე, რომ მე რაღაცები ჩემ ცხოვრებაში უნდა შევცვალო. ჩემ ოჯახთან დამოკიდებულებაში ბევრი რამე უნდა შევცვალო. უნდა გამოვასწორო ბევრი რამე. და ესე უნდა მიიღოს ყველა ადამიანმა. თუ გინდა რომ შედეგი იყოს, ანუ ის რომ ვიღაცამ არ მიიღო ეს ეპისტოლე,
ეს არნიშნავს ეპისტოლის ნაკლის ბრალი არ არის ეს. ეს არის იმ ადამიანის არ უნდა ეპისტოლის მიღება უბრალოდ. თორე ეპისტოლე არის აბსოლუტურად ძალიან სრულყოფილი და სუსტად დროული და ისეთი რაც დღეს მართლაც აი მე პირადად ძალიან მაწუხებს როგორც მოწყარს. თუ უამრავი ტკივილი გვაქვს ამ თემასთან დაკავშირებით დღეს ჩვენ და ძალიან ბევრი ბავშვია გამწარებული ამით. და ძალიან ბევრი ადამიანია გამწარებული, ძალიან ბევრი მეუღლეა გამწარებული ამით. რომ ოჯახები რო ინგრევა და ძალიან არეულები არიან ადამიანები და ეს ოჯახის დანგრევა მე ბევრ ცოდვას იწვევს. ძალიან ბევრი ცოდვა მოყვება. როგორც კი ოჯახი ინგრევა, ძალიან ბევრ ცოდვას ჩადიან ეს ადამიანები. ბევრი გალბატონი რომელიც მე მრუშობს, უამრავ ცოდვას ჩადის, ოჯახი რო დაენგრა რაღაცა ბესები მამაკაცი და უამრავი ცოდვა მოყვება ამას და ეს შეშმაკო კარგად იცის. მარტო ის კი არა ოჯახი რო დაენგრა და ბავშვი გამწარდა. ამას უამრავი რაღაცა მოყვება ამას მე შედეგები. და ეს ამიტომაც არო ოჯახზე ძალიან დიდი დარტყმა რომ გააუბედუროს ეს ხალხი, გაანადგუროს ეს ადამიანები და რომ ცუდოა შეაუწმეს ეს ადამიანები. აი მამა ხშირ შემთხვევაში ეს რასაც მოყვება ხოლმე, მათ რო ეხა სიყვარული ხო ღმერთია და სიყვარული რო გონიათ, ესე იგი ღმერთი არ ყოფილა, ხო? ანუ სიყვარულით არ მოუყვანია, ხო რაღაც ინგრევა, თორე ღმერთით რომ მოიყვანა მართლა, ხო? ანუ რაღაც ნება იდგა ამის უკან, ხო მამაო? თუ აი როგორ ეხა მე მოიყვანე ხოლმე და ერთი წელიც არ გასულა, ანუ თურმე რაღაცა ნება ყოფილა, ამ დროს იქამდე სიყვარულს უხსნიან ერთმანეთს და ვითომ ძალიან უყვარდა. ეს საერთოდ ეს სიტყვები მე ყალბდება და ცილდებიან ისე მიატოვებენ და მართლა თქვენი თქმის არ იყოს მამო მე უკვე ყველაზე ძალიან ძულთის ადამიანი რა თითქოს რაღაცა ხელს უშლიდა და ამ დროს უბრალოდ გახედავენ ხოლმე და ანუ რაღაცა ნამუსმამაით შეაწუხონ შარშან სიყვარულს უხსნიდნენ და უმაგისოდ არ შეეძლო სიტყვა და აი რატომ ხდება ხოლმე მამო ეს და როგორ უნდა გაარჩიოს თვითონ ადამიანმა მამო აი ჭეშმარიტი სიყვარული არის ნამდვილი სიყვარული თუ რაღაც შეიძლება ნება იყოს და დაარქვა სიყვარული იმიტომ რომ ძალიან ხშირად ხდება ხოლმე აი ეს შემთხვევა რომ რაღაცა სიყვარული გონია და ამ დროს სიყვარული კი აი იმის უკან შეიძლება იყოს რაღაცა მატერიალური დაინტერესება იქ რაღაცა ის ყოველთვის ხშირად მამაო საქართველოს ჩემ და სამწუხარო და არ ვიცი ჩვენი გაჭირვების და სამწუხაროდ ამ ხალხს ისე უჭირს რომ ხდება ხოლმე აი მოიყვანე რა ცოლი აი იმას მამამისი ეს არის ის არის აი ესე ურჩევენ ხოლმე ძალიან ხშირად და ხშირ შემთხვევაში ბავშვებსაც რომ ველაპარაკები ხოლმე აი ჩემი შეყვარებული იმის შვილია ძალიან ხშირად ეს ხას უსვამენ ხოლმე თუ დააკვირდებთ მამაო და მე იმიტომაც მოყვება ხოლმე ამას შემდეგ რაღაცა დანგრევა იმიტომ რომ რაღაცნაირად სხვა რაღაცის გამო მოყავ და არა იმის გამო რომ სიტყვაზე რაღაც ფიცროდე ფიქრო გაჭირვებაში თუ ყველაფერში ვიქნებით ერთად გაჭირვება არ უნდა თუ ხოლმე მე შემდეგ აი თუ შეიძლება მამა აი ამასთან დაკავშირებით ძალიან აინტერესებთ ან ჩვენს მენელსაც დარწმუნებული ვარ იმასაც გიორგი ისე და ის უბრუნდებით იმას რომ აი ყველაფერი მაინც არის ძირითადად ადამიანის აი გააზრებულობაზე უნდა იცოდე ადამიანმა რას რატომ აკეთებ ნებისმიერ შემთხვევაში ეს უნდა იყოს აი შენ ნებისმიერი რაღაცას აკეთებ უნდა იცოდე რატომ აკეთებ ამას და უღმერთოდ გაკეთებული საქმე ყოველთვის ძალიან ისეთი საძირკველი აქვს ამას როცა ადამიანი ღმერთით აკეთებს საქმეს აი თხოვ ღმერთს ღმერთს წინაშე ითხოვ ამას რაღაცა რომ სუფთად აკეთებ ამას წინათ აკეთებ მე ეს ყველაფერი სხვანაირად არის და როცა ამას აკეთებ აი გაუცნობიერად გაუაზრებლად აკეთებ ამ ყველაფერს მე შედეგებიც ამას უსხვაობს თუ შენ რაღაცა დაინტერესება შენგან არის რაღაცა თუნდაც ფინანსური ამ თუნდაც რაღაცა ისეთ ხო ის მე იკარგება ან ეჩვევი ამ ფინანსურ მდგომარეობას თუნდაც აი ადრე გინდოდა რაღაც მოგიყვანე იმიტომ რაღაც ფინანსური მდგომარეობა მას ეხოდა და მოიყვანე და უკვე ეს ფინანსური მდგომარეობა გახდა შენიც და ეს ადამიანი შექჩა უკვე ხელში და იმ მდგომარეობას უკვე ეჩვევი არ იყოს შენ არ ქონდა შენ ეს ყველაფერი ახ ყველაფერი გაქვს ამას ეჩვევი და უკვე შენც უბრალო ხდება და უკვე პიროვნება გრჩება საბოლოო ჯამში ხელში და ამ პიროვნებას უკვე აღარ გაიქცე და ამ პიროვნებას უკვე ურთიერთობა აღარ გინდა და ამიტომაც ვეღარ უძლებ და ანგრევ ამ ოჯახს და იმას ამიტომაც გენგრევა ეს ოჯახი თუ ძალიან რთულია თელი ცხოვრება იცხოვრე ადამიანთან ვინც არ გიყვარდა ესე მოიყვანე და თან სიყვარულიც არის კიდე მეორე მარტო ესე სიყვარული ესე რომ ვიძახე ჩვენ სიყვარული და ნება ერთმანეთთან ძალიან განსხვავდება ძალიან ხშირი შემთხვევაში ადამიანებს ვნება გონიათ სიყვარული რაღაცა რომ გიზიდავს ქალისკენ რაღაცა მისდულობა როგორც რაღაცა ეს ხშირ შემთხვევაში ადამიანებს გონიათ სიყვარული თორემ თუ ადამიანი გიყვარდა როგორ შეიძლება ის ვინც გიყვარდა ის შეგძულდეს როგორ შეიძლება ის ვინც თელი არსებით გიყვარდა და ვის გამო შენ ყველაფერს გააკეთებდი თავს გაწირავდი ოღონდ ის შენს გვერდზე ყოფილიყავ და ყველაფერს გააკეთებდი აი ყველაფერს წამსვლელიყავი ოღონდ შენ გვერდზე ყოფილიყო როგორ შეიძლება შენ ეს რამოდენიმე თვეში ის შენ საერთოდ იმის დანახვა არ გინდოდეს თემასა საუბარი არ გინდოდეს აქედან უნდა დაასკვნდა გაიგო ეს რომ ეს სიყვარული კი არ იყოს ის უნდა ნება ხორცელი ნება რომელთანაც არაფერ შუაში არ იყოს სიყვარული თორემ თუ სიყვარულია სადაც სიყვარული თაგანწილვაც არის იმიტომ რომ შენ სიყვარულის გამო ყველაფერს თუ მართლა გიყვარს შენ ბევრ ამას დაითმე სიყვარულის გამო
და ძალიან გაგაწირავ თავს. ბოლომდე შეწირავ ამის რომ შემართლა ღმერთმა ეს გააკეთა. ღმერთს ჩვენ რო უყვარდით, ღმერთმა ჩვენს ყველაფერი გააკეთა. მართლა ყველა აი ბოლომდე გაწირა საკუთარი თავი. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებისთვის მოვიდა მაცხოვარი, ადამიანებმა ჯვარზე გააკრა და მათგან ეს დაითმინა. იმათვის მოვიდა და ის ვისთვისაც მაცხოვარი მოვიდა, ის ადამიანები მაცხოვარს სახეში ენარწყოდნენ. ვისი გადარჩენაც უნდა და მაცხოვარს, ვის გამოც თავი დაემდაოდა ადამიანი გახდა მაცხოვარი, ისინი ანარწყოდნენ სახეში, ისინი ურტყამდნენ მაცხოვარს. იმათმა გააკრეს ჯვარს, ისინი დასინოდნენ მაცხოვარს. იმათმა განსაჯეს მაცხოვარი. ეს არის ნამდვილი სიყვარული. და მიუხედავად ამისა, ისე მოსიყვარული იყო ღმერთი მათ მიმართ. ისევ შეიწყალვდა მათ. ის, ვინც მაცხოვარს ლახვარი უგმირა, ის ადამიანი მაცხოვარმა წინარი გახადა. იმიტომ რომ როგორც კი მისგან სინანული დაინახა და აი როგორც კი მიხვდა ის ვის დაარტყა ლახვარი და ვის უგმირა ლახვარი და როგორც კი შეცვალა მან აზროვნება მაცხოვრის მიმართ, მაცხოვარმა ის წინათა დაშისკი შერაცხა. რადგან შეინარა და მან აღიარა ღმერთად. ეს ურთიერთობა, ამიტომაც ოჯახი არის მცირე ეკლესია. ოჯახი არის როგორც აი რაც გააკეთა ქრისტეს შეთვის, იმიტომ აი ზუსტად ესე აგებული აი ეკლესიას და ქრისტეს ურთიერთობა, ცოლქმის ურთიერთობა. ამ შემთხვევაში ქმარი მიგულისხმობა როგორც ქრისტე და ეკლესია მეუღლე. და რა ვალდებულებებიც აქვს ეკლესიას ქრისტესთან, იგი ვალდებულება ქრისტეს ეკლესიასთან. და ამათი ურთიერთობა ცოლქმრობის ურთიერთობა და როცა ქრისტე და ეკლესია ურთიერთობს ერთმანეთთან, იქ არანაირი ხინჭი და არაფერი არ არის. იმიტომ რომ სხვა ურთიერთობა აქვს. და ეს არის უკვე ნამდვილი ცოლქმრობა. ეს არის ნამდვილი დამოკიდებულება, რომ შენ პატივისცემა გაქვს შენი მეუღლის მიმართ, შენ მას პატივისცემ, მის მიმართ გაქვს ძალიან კლდეამოს ყურადღებით, ისე ხარ თბილად ხარ, ძალიან ისე ხარ მორჩილი ხარ მის მიმართ და სხვა სიხარული. იგივე დამოკიდებ თავგანწირის ურთიერთობა აქვს შენს მეუღლის შენს მიმართ. რომ ის შენს გამო ყველაფერს გააკეთებს, შენს გამო თავს გაწირავ, ის შენს გამო ყველაფერს და ყველაფერს რომ შენ დიდ სიმაღლეზე აგიყვანოს, რომ შენ არავისგან არ დამცირდე, რომ შენ არავისგან არ შეიბლწო. ამას გააკეთებს მეუღლე შენთვის. ესაა ნამდვილი მეუღლეობა. არა ის რაღაცა ნებაზე აგებული და რაღაცებზე აგებული. მამო, ის მაგ წლებმა ჩაიარეს, როცა ეს რაღაცები ხდებოდა, იმიტომ რომ 25 წელის თავი ოქროს ქორწილი რაღაცებს რო ეძახებიან. ეხა ეძახოდნენ, ხო, ეხა დღევანდელ თაობაში, მამო, სამწუხაროდ აი ამ არასამთავროებმა, ამ რაღაცა მასონურმა, რაღაც დაჯგუფებებმა, აი ეს ყველაფერი სასაცილოდ აიგდეს, მამაო და ყველაზე ცუდი რა არის, იცი, ის ვინც გაუნათლებელი იყო, ვინც ახლა გამოიყენეს და მათ ტვინში ჩადეს, მამაო და საერთოდ აღარ არსებობს ეგეთი რაღაც. ეხლა რო გაიგებენ ვიღაცა რომ 5 წლის ცოლქმარია, შეიძლება აშუკრავენ და რა ვიცი მე ახალგაზრდებზე ვამბობ რა სიტყვაზე. ეს გმირობათ ითვლება რა. და აი სამწუხაროდ მამო ესეთი ადამიანები არსებობენ, ვისაც არ აწყობთ ეს ყველაფერი, რომ იყოს კარგად, აი თქვენ წეღანი ქილიკობდენო ეპისტოლეზე და იმაზეო, ხო? რა თქმა უნდა, ვიღაცა სწორდება ამ ეპისტოლეთი, ვიღაცა ბოროტს არ აწყობს და ამ ეპისტოლის რაღაცა დასცინის, რომ არ წაიკითხოს ვიღაცამ რა. ეს რაღაცები მამო ხდება დღეს უკვე სამწუხაროდ თქვენ რასაც საუბრობთ, აი ჩემ და სამწუხაროდ არ ვიცი მეორეთ მოსვლისკენ მივდივარ თუ რისკენ ჩაბარდა წარსულს ესეთი რაღაცები, რომ სიტყვაზე აი ქსოლმა ქმნისთვის თავი და იმისთვის თავი და ერთს გაიგებენ პატარა მარცხი მოვა და ეგრევე შორდებიან. საერთოდ აღარ აქვთ ხოლმე ის. ჩაალაგებენ მიდიან სახლიან ან ერთი ან მეორე. აი მამო თუ შეიძლება მამო აი ამასთან დაკავშირებით რომ თვითონ რა უნდა ქნან ამ ადამიანებმა, იმიტომ რომ ის სასაცილო ხა ბებიამისი რო ეუნება, აი ის რო უკეთიათ, ხო იცი, ბეჭედი რო უკეთიათ მოხუცებულ ხეზე, აი ეს 40 წელი არ მომიხსე რაღაც, ამას დასცინია დღეს ეს ახალგაზრდა თაობა, რომ შეხედავ აი თან ვითომ ძალიან ეკლესიურები და რაღაცა ისეთები, სამწუხაროდ ჩადეს ამათმა და ზეიმობენ კიდევაც ამ ცუდი აზრითაც ეს LGBT საზოგადოებიდან მოყოლებული რაღაც არასამთავრობო იქ რა ვიცი ძალიან ბევრი ტელევიზია და ისინი ხო ამას სასაცილოდ იგდებენ მამაო და აი თუ შეიძლება ამასთან დაკავშირებით თუ იტყვით მამაო რამის იმიტომ ჯერავთ ამათი ძალიან და გული მწყდება რა აი ხუთი დაჭამბოლა და უბრალოდ რა არის გიორგიც ეს დამოკიდებულება როგორ აი ადამიანს რომელსაც თვითონ რაღაცა პრობლემები აქვს და რო უნდა რომ საზოგადოებისთვის ეს მისაღები გახდეს ის რაც არის წესით ნორმა იმას აწესებს როგორც არანორმალურს და ესაც არის არანორმალური ამას აწესებენ წესად მაგათ აი ქალიშვილობის ინსტიტუტი ხო ის თვითონ რო არ არის ქალიშვილი აი გაქილიკებულია ეს ქალიშვილობა რომ როგორ შეიძლება მეგობარი კაცი არ ყავდეს ან მეგობარი ქალი არ ყავდეს ან რაღაცა აი ამისკენ იმის ოჯახი რო დაანგრეული აქვს თუნდაც განადგურებული აქვს ოჯახი და თვითონ რო სამჯი და 4-ჯერ გათხოვილი უნდა რომ ყველა ესეთ მდგომარეობაში იყოს სხვასაც ამისკენ იმაშოვა რომ აი რა შეიძლება ეს არის მიზეზი ამის ანუ ამა ესენი იმიტომ არის რომ თვითონ არის რა მდგომარეობაში და ყველაზე მეტად რა მაკვირებს ამ ადამიანებში აი ძირითადად თვითონ არიან დაანგრეული ოჯახის შვილები იციან რა არის სიმწარე ბავშვობაში გაატანილი თვითონ ეს სიმწარე რა იყო რომ მამა ცალკე ცხოვრობდა დედა რო ცალკე ცხოვრობდა იცოდეს ეს ტკივილი რა არის და
როგორ ასილო შენ ხო იცი ეს ტკივილი რამ ხელა შენ ხო განმოცდილი გავს ბავშვი რო იყავი რომ დედა რო ცალკე ცხოვრობდა და მამა რო ცალკე ცხოვრობდა შენ ხო იცი და შენ მაინც შეეცადე რომ ეს ყველაფერი აღარ იყოს და შენ ხო პირიქით ხადაგებელი უნდა იყო იმისა რომ რა არის ოჯახის სიმტკიცე და შენ ეს იცი ეს სიმწარე რა არის რომ მამას შენთვის არ ეცალა დედა შენთვის არ ეცალა მათ სხვა ინტერესები და სხვა ფიქრები და სხვა აზრები ქონდა იმის მაგერად რომ მე ვიცი მამა და უმეტესობა დაანგრეული ოჯახიშვილები არიან განადგურებული ოჯახიშვილები და პირიქით უნდა იყო მაგრამ იმდენად გაბოროტებულები არიან უნდა რომ ეს რაც ტკივილი მან გადაიტანა სხვებმაც ეს ტკივილი გადაიტანონ ალბათ ესაა მათ გულში და მათ სულში რომ უნდათ რომ სხვაც ესე გამწარდეს როგორც თვითონ გამწარდა მაშინ ამ ბავშვობაში რომ სხვასაც ეს სიმწარე ქონდეს და ამ სიმწარეში გაატაროს მანაც ეს ცხოვრება ესაა მისი მიზანი ალბათ ჩემი აზრით ალბათ ესაა იმიტომ რომ ალბათ იმდენად დაბოღმილები არიან და რომ ხედავ რომ სხვა ტკბილა და სხვის ტკბილი ცხოვრება აღარ უნდათ და უნდათ რომ მარტივად ადამიანებმა ოჯახი დაანგრიონ და ბავშვმაც იგივე ტკბილი გადაიტანოს მე არ მეგულება ალბათ გვისმენ ადამიანებისაც ოჯახი დაანგრიოს და ჩაიხედონ თავიანთ გულში და მოისმენო რამხელა ტკბილი გადაიტანეს მას რომ დედა და მამა ერთმანეთს გაშორდა რამხელა ტკბილით იცხოვრეს მათ ისიც აშენებაა დედა და მამა რომ ერთად ცხოვრობენ და ერთმანეთს ურტყამენ და ერთმანეთს ლანძღავენ და ერთმანეთს გინებაში და ყბილში არიან და ერთმანეთს უგურჭამენ ეგეც აშენებაა ერთხელ მახსოვს რომ ჩემი უღლესთან ხმა უწია რაღაც ისე ხმამაღლა დაველაპარაკე და ბავშვი მოვიდა უცებ და ჩამეხუტა უცებ პატარა 2 წლის იყო გიორგი მაშინ ოდნავ ხმას აუწია ჩემი უცებ მოვიდა ჩამეხუტა რომ კიდევ აღარ დაველაპარაკებო დედამისისე 2 წლის ბავშვზე განიცდა ამას და დიდკივილი იყო მის ეს ყველაფერი ოდნავ შელაპარაკებაზე ლაპარაკი და ხა ტყვილზე ჩხუს და იმაზე ლაპარაკი ამიტომ შენ უნდა აიძულო შენი თავი და უნდა მოთხოვო რომ შენ ესე არ იქცეოდე უნდა წაიყვანო ამისგან ამიტომ ეს ვალდებულებები პასუხისგებლობა შენი ღმერთის წინაშე რა პასუხისგებლობა გავს რითი ცხოვრობ რანაირად ცხოვრობ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და როცა შენ ჯვარს აიღებ საკუთარ თავზე და იბრძოლებ ამისთვის და სიწმინდისკენ წახვალ და პატიოსნებისკენ წახვალ მას შენ ცხოვრება აბსოლუტურად სხვანაირად და ღმერთი დაინახავს იმას შენ რას რატომ ითმენ და რისთვის ითმენ ღმერთი ხო იმას ხედავს ღმერთი ხო გულს ახედავს გულს ხედავს კაცისასაც გულში რა ხდება ადამიანის გულში ქონებაში რა ხდება რო შენ ღმერთის სიყვარულის გამო ამას აკეთებს და მე ღმერთი შენ ამის გამო უდეს წყალობას და მაც მოგაგებს ამ ყველაფრის გამო და ღმერთი ძალიან შეგეწევა და ღმერთი ძალიან დაგეხმარება და ეს ადამიანებს არ ჯერათ ამიტომ ლაპარაკობენ ესე ღმერთის მოწყალების არ ჯერათ მათ ამ ქვეყანაზე უნდათ ყველაფერი მიიღონ ამ ქვეყანაზე ყველაფერს ადამიანი ვერ მიიღებს ამ ქვეყანად არ შემოიფარგლება ყველაფერი იმ ქვეყანა და ნამდვილი ცხოვრება და მართალი ცხოვრება და ამისთვის ადამიანები სიკვდილზეც კი მიდიოდნენ რომ აქ ითვენენ ტაჯმას, ტანჯვას, ტკივილს, წამებას, იმიტომ რომ მარადიული ცხოვრება მიიღოთ და ჩვენ მეუღლისგან არ გვინდა ოდნავ ტკივილის ატანა და არათუ წამებას და იმაზეა რომ ვიღაცამ დაგლიჩოს და გაწამოს და ზოგი თელი ცხოვრება ითვენა ამ ყველაფერს ძალიან დიდი მადლობა სამწუხაროდ ამოიწურა ჩვენი დრო და რავი ძალიან გული მწყდება რომ ესე რაღაცნაირად უღრმესი მადლობა მამა ესეთი ალალი და ნაღდი საუბრისათვის და სრულიად გეთანხმებით ყველაფერში უბრალოდ რაღაც კითხვები არსებობდა მამა რაც აი მაყურებლის სახით დაგისვით და უღრმეს მადლობას მოგახსენებთ კიდევ ერთხელ მობრძანებისათვის რა ვიცი ყველა მინდა მოვიკითხო თუ შეიძლება მამა რომ დაალოცოთ უცხოეთში მყოფი ქართველი ძალიან ბევრი ძალიან დიდ კილოს განიცდიანი ქართველები იმიტომ რომ მე მომიწია ყოფნა და ადამიანები არიან რომლებიც დედის დასაფლავებაზე ვერ ჩამოდიოდნენ ადამიანი გარდაიცვლება ან შვილი და გაჩენა და ვერ ჩამოსვა და ვერ მოსი და მუშაობენ იქ და უძიმეს სამსახურში არიან და ერთად დაალოცეს ქართველები და ღვთისმწყალობა და მადლი არ მოყოლს ცელ ჩვენი ქვეყანა დაალოცეს ღმერთმა და ულოცავ ყველა სამდღეების წინვალ დღეს ასწავლები და ღმერთის შეციოს და ღვთის კურთხევა იყო ჩვენზე ჩვენ ქვეყანაზე დიახ უღრმესი მადლობა მამო უბრალოდ აი მართლა გულით გირჩევდით რომ თქვენი შვილი რა ვიცი თავის შვილი და ოჯახი თუ არ უყურს იმ ადამიანს სხვა ვინ უნდა იმეგობროს ან სხვა როგორ უნდა შეიყვაროს ხო არ დაანგრიო და მაქსიმალურად ეცადეთ რომ რაც მიზეზები არის პატარა რომელიც შეიძლება გამოსწორდეს და აღარ დაინგრეს ხო ჩვენ უბრალოდ ვერ უძლებთ და ეგრევე აი დრო ამოიწურა სამწუხაროდ ყველას იქთა სამშაბათ საღამოს 9:00 დაგეუნებით კარგად ზანდებოდეთ დროებით გემშვიდობებით ყველას